მარტივი ჩვენი სპორტის ისტორიაში, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და აღიარებოდა დაფასება კიდევ ერთხელ რაგბისა, რომელიც აღინიშნა მაგალითად ლონდონში, რომელსაც ლონდონში გაიმართა საერთაშორისო აიბის რაგბის უმაღლესი ორგანოს შეკრება, სადაც ხდება ყოველწლიური სხვადასხვა ჯილდოების გადაცემა გამოჩენილი სპორტის პრემიებისადმი და აგრეთვე ინდივიდუალურებისადმი, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სპორტის სამსახიობის განვითარებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, სპორტის ლექსში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა ბატონი ბიზინა იმიაშვილი და მას გადაეცა სპეციალური ჯილდო გამჭვირვალე შეტანისათვის. მე მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო, თუ რა როლი ენიჭება რაგბის განვითარება საქართველოში და ეს არის იდეალური ნიმუში თანამშრომლობისა კერძო გვერდმოქმედების სახელმწიფოსი და რაგბის ფედერაციის. სწორედ ასეთი თანამშრომლობის მომხდარმა შეგვიძლია დავუდგინოთ საფუძველი ყველანი ცვლილებას, რომელსაც ვახორციელებთ და განვახორციელებთ მომავალში. ცოტა შეორჩენად დავიწყოთ. რას აქცენტს ყურადღებას აქცენტდა და მიაქცევს მომავალში ჩვენი საერთაშორისო ფედერაცია. პირველ რიგში გასაკუთრებული საქმის პრობლემის გასაკეთებს ეროვნული ფედერაცია როგორც მუშაობა. განვითარების აღსასარგას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფოს მონაწილეობას ამ პროცესში და არანაკლებ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კერძო სექტორის მონაწილეობას, რადგანაც ერთ-ერთი მხარე ცალსახე სპორტს ვერ განავითარებს. ჩვენთან ეს იმდენად ჰარმონიულად და იდეალურად შეცვლა პრაქტიკულად, რომ ყოველგვარი მაგალითების გარეშე შემიძლია ვითხრათ, რომ ჩვენი კონკრეტული მაგალითი საქართველოს, სადაც მთავრობა, ფედერაცია და კერძო სექტორი იმდენად ნაყოფიერად მუშაობენ, ეს პრაქტიკულად გახდა ესეთი ფორმულასაა, რომელსაც თავაზობენ ძალიან ბევრი ქვეყანას. და აქედან გამომდინარე, მინდა ვითხრათ, რომ ფედერაცია ძალიან მუშაობდა 2008 წელს შეიქმნა პირველი ხალხმჭიერი პროგრამა თავრობის მიერ რაგბის განვითარებას, რომელიც გაგრძელდა 2012-ში და მასშტაბური გახდა. და აი აქ ესეთი გადაწყვეტილი მნიშვნელობა აი ამ ფორმულის შედგენაში შეიტანა სახელმწიფო პროგრამა ქართულ-ქართულ-ბიზნეს ფორუმმა, რომელთანაც ჩვენ გავიწყეთ თანამშრომლობა 2009 წელს. ძალიან საინტერესო შეძლია ეს თანამშრომლობა, ესე ჩვენ გავუსახეთ, ვანახეთ სად ვარ, რა დაფინანსება გვაქვს, ეს დაფინანსება რას ხმარდება მთავრობის დაფინანსება ხმარდება ამას, საერთაშორისო ფედერაციის გრანტები ხმარდება ამას და გვაქვს არის პრობლემები. და გვინდა აი ამ პრობლემების გადაწყვეტა. და მაშინ შეიძლება ჩვენ შორის ეს შეთანხმება და 2009 წლიდან მოყოლებული ჩამოვიდრით რა არის გაკეთებული. გაშენდა თბილისში შევარდენის სანაკრებო ბაზა, ავჭალის სანაკრებო სტადიონი. დამთავრდა პრაქტიკულად თბილისში ლელოს სანაკრებო ბაზა. აშენდა რუსთავის სანაკრებო ბაზა. მარტყოფის ბაზა, რომელიც დასამთავრებელია გარკვეული სასწავლო კომპლექსი, მისაყოლი ბოლომდე და აქაც ქართული ეხმარება ამაში. ასაშენებელი არის თბილისში, ლუცუბიძის პლატოზე დაიწყება მომავალ წელს მშენებლობა. ლოკომოტივის დირნის ბაზის მშენებლობა. შემდეგ აშენებულია უკვე ასკინძის სარაგბო კომპლექსი. დამთავრებულია თითქმის ფოთის სარაგბო კომპლექსი, დაიწყო სარაგბო კომპლექსი ბათუმში, მშენებლობა, ქუთაისის პირველი უდიდესი კომპლექსი,
სარაგო კომპლექსებს შორის არის ქუთაისში, პირველი ნაწილი დამთავრდა და დაიწყო მეორე ნაწილის შენებობა. აშენდება მიმდინარეობს შენებლობა გორში, აშენდება კომპლექსი თელავში და სენტრში. ეს არის ეს პროგრამა. თავისთავად ფაქტი არის აბსოლუტურად უპრეცედენტი. იმიტომ რომ სოფლიო მასშტაბით არც ერთ მეცენას, არც ერთ ფიზიკურ პირს, არც ერთ კონკრეტულ პიროვნებას რაფში ამ დონის ინვესტიცია არასოდეს არ შეუძლია. და ეს იმდენად თვალსაჩინო მაგალითია, რომ იცით რა, ერთია, რასაც ჩვენ უყვებოდით ჩვენს კოლეგებს. და აუცილებლები იქნება, მართალია და ბოლომდე არ ჯერდება. როდესაც საკითხავ გავყარიშე ყველანი გაწეული ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და თავისი თვალით ნახეს ეს ყველაფერი. და ნაწილ მათგანს ჰქონდათ პირადი შეხვედრები ბათუმ ბიზნესთან. მე მგონი რომ იმდენად მყარი პოზიცია ჩამოყალიბდა ჩვენ საერთაშორისო ფედერაციაში, რომ ეს მართლაც და უპრეცედენტო რამეა. როდესაც ნომინაციის რაკში შეტანილი, რაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განხილვები მიდიოდა, რომ უნდა გამოევლინათ გამარჯვებული. ერთი მომენტიც არასოდეს აირების ისტორიაში არასარაგბო სამყაროდან პრიზი არ მოუგია არის. ეს ძალიან ისეთი კონსერვატორული ორგანიზაცია, ჩაკეტილი კლუბები და თუნდისში. ესეც ძალიან სასიყვარულო და საამაყოა ჩვენთვის ქართველებისთვის, რომ ამ ხრივას პრეცედენტი მოხდა და პირველად დაჯილდოვდა ადამიანი, რომელიც არ მიეკუთვნება სარაგბო სამყაროს. მე იზღვა დამჩენია, რომ ქართული რაგბის თემის, სარაგბო თემის სახელით, ჩვენი ნაკრების სახელით, ფიდერალური ჩემი დიდი ოჯახის წევრის სახელით მიულოცო ბაკუმბიზნას. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუმატო ყველაფერისთვის, რაც მას ჩვენთვის გააკეთა. ჩვენ ვეცდებით, რომ გავაგრძელებთ ის, რასაც ვაკეთებთ, ვეცდებით დავაყენოთ ჩვენ ყველგანა ყოველთვის და ყველგან საოცრად შესაძლებელი. მე განვაცობ კიდევ თემას, იმიტომ რომ არ შემოიფარგლება ეს თანამშრომლობა და სიხარული ვაკეთებ, რომ აი ამ სიხარულის ფონზე, ამ სიამაყის ფონზე მომავალში გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაში უკვე ესეთი ნანატრი სტადიონის, დიდი არენის რეგბისთვის, ცალკე რეგბისთვის მშენებლობა დაიგეგმა ქართულთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფო და ფედერაციამ, როგორც ვთქვით, ეს არის იდეალური პარტნიორობა, რომელიც ორიენტირებულია შედეგზე, განვითარებაზე და სწორედ აი ეს განვითარება გახლავთ ის, რომ საქართველოში უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება ულტრათანამედროვე რაგბის სტადიონი და მე ვფიქრობ, ესეც დიდი საჩუქარი იქნება ქართული სპორტისათვის და არა მარტო რაგბისათვის, მთლიანად სპორტისათვის იქნება საჩუქარი და ჩვენ დაიწყო ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს კომპანიასთან, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სტადიონების არქიტექტურული რომელიც გეგმავს და არქიტექტურულ ნიმუშებს თავაზობს და შემოთავაზებს, რომელიც შეისწავლის მდგომარეობაზე, შემოთავაზებს ჩვენ როგორი ფორმატის, რა ფორმის, რა ტევადობის სტადიონი შეიძლება აშენდეს. ეს გახლავთ დიღმის ტერიტორიაზე, იქ სადაც შენდება პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც რამდენიმე ობიექტი უკვე მომავალი წლის დასაწყისში წყობაში ჩადგება და მიემატება სტადიონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამიქნება სპორტისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ფერად იქცევა. ასე რომ ეს პროცესი არ შეიძლება, ეს პროცესი პირიქით უფრო ძლავრი ხდება და რაც ყოველ თავარი არის სპორტზე ორიენტაცია ის შედეგით და ის მისწრაფება, რაც გააჩნია ქართულ რაგბს, რომ იყოს წარმოდგენილი უმაღლეს
წამყვან ქვეყნების შორის, რომელიც საუკეთესო ქვეყნებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ ეს პროცესი უნდა განვითარდეს. ჩვენ მხრივ კი ჩვენ გვინდა უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც მოტივირებულია რომ იყოს სტაბილური და სწორედ აქეთკენ არის წარმართული ჩვენი მისწრაფება, შეგვიძლია ყარი საფუძველი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი საინვესტიციო და საინვესტიციო ჯგუფი შემოვიდეს რაფში, მოხდეს ინფრასტრუქტურის გამართვა და რა თქმა უნდა უკვე შემდეგ რეგისტრების გახსნას და რეგისტრებში ინვესტიცია და ჩვენი მცდელობის განვითარება. ეს არის და ეს ჩვენ შემიძლიათ და ჩვენ შეგვიძლია კითხვებსაც გიპასუხოთ. ამ თემას მაგალითად ის პროგრამის შეიძლება კომენტარი გავაკეთოთ, რომ ალბათ სოფიო ჩემპიონატის რომელიც მისთვის დასრულდება შეიძლება თუ არის რამე მონახაზი გაიგეთები. ჯერ დავიცვით, ჯერ პროექტირება კეთდება. ეს კომპანია შეგვიძლია გითხრათ, რომ საერთოდ წინასწარმეტყველო trade visibility რასაც ქვია. ეს არის ძალიან ცნობილი კომპანია. საერთაშორისო სტადიონში და რა შეიძლება ისაკეთებს ასაკოთ ხედვის პროექტს, როგორ უნდა იყოს ეს სტადიონი, საკმაოდ დიდი კალკულაციები. საერთოდ უკვე ნათელი იქნება დაახლოებით რამდენი შეიძლება გაჩნდეს ეს სტადიონი. ეს კომპანია, რომელმაც დააპროექტა ავიო სტადიონი ირლანდიაში და აზერბაიჯანში, მილენიუმის სტადიონი კარდიფში, აშენებს პარიზში, ახალ აშენებს რა პროექტს უბრალოდ პარიზში შეიძლება 82,000-იანი ახალი სტადიონი სარაგბო. ძალიან ცნობილი კომპანიაა და ნუ აი უკვე გადმოვიდეთ პოპულოსი ეს კომპანია, უკვე გვაქვს კონტრაქტის გრაფიკი და ალბათ მოვაწევთ ხელს და დაიწყებს ეს კომპანია დაახლოებით 2 თვის მანძილში დადებს პირველ პროდუქტს. ტერიტორია შერჩეულია და დაახლოებით ტევადობა მაინც რას დაახლოებით ტევადობა 25-დან 30,000 იმდენი. რაც სავსებით საკმარისი არის უახლოესი 10 წელი. თუ გეტყვით მას და იქნება ისეთ თამაშები, სადაც გარანტირებული აქვს ბევრად მეტი მაყურებელი მოვა, არის დინამოს არენა და პრობლემა არ აქვს. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ფეხბურთის ფედერაციას და დინამოს ხელმძღვანელობას. ეხლა მე ისე ვავარდებ, თითქოს უკვე აშენებულია სტადიონი, მაგრამ ის რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ გვეძლეოდა საშუალება გვეთამაშა მართლმორწმუნე სტადიონებზე და ძალიან ისე მეგობრული ჟესტი იყო ეს მათი მხრიდან ყოველთვის და ფეხბურთის საფაროსულის ამ შემთხვევაში გვიანი. მინდა ჩვენი საფაროსულიდან, სარაგბოს საფაროსულიდან ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ და გავიტოვე იმედი, რომ ძალიან მალე ჩვენი სახლი გვექნება და პირობას ვიძლებება, რომელსაც მათ დაჭირდებათ. ყოველთვის ღია იქნება ამ ახალი სტადიონის გარეგანი ჩვენი ფეხბურთელებისთვის გასაგებია. ეხლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ გადაწყვეტილებას იმ ხუთითაც, რომ 2017 წელს ჩვენ იცით განაცხადება გაკეთებული საერთაშორისო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის და თემ პროგრამა. იქ პირდაპირ დაფიქსირებული, რომ სასურველია რომ ეს სტადიონის მშენებლობა დაიწყოს მაინც, თუ არ დასრულდება 2017 წლამდე. იმიტომ თქვენ გესმით, რომ პირველი შემთხვევა იქნება, ვერტმაკნას და მოხდეს ეს შანსი და უფლება ჩავაბაროთ ეს ჩემპიონატი, იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მეორე სიდიდი სარაგბო ივენთი ჩატარდება არაერთხელ სარაგბო პროგრამაში. გადახედეთ სად იყო მანამდე ჩატარებული. პირველი შემთხვევა ეს იქნება ერთის უდიდესი დაფასება ჩვენი და მეორეს ეს იქნება დახმარება ჩვენი განვითარებისთვის და მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა რა დარჩება ამ ჩემპიონატის მერე საქართველოში. გავიცედი რამდენი თვეა, 3 თვეა ალბათ სამინისტროსთან ერთად და ლავის ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობ, ვეძებ და მიწის ნაკვეთებს და თუ ეს ყველაფერი გამოგვივა, დარჩება ძალიან ბევრი სავარჯიშო მოედანი, რომელსაც ჩვენ გავუწყობთ ფეხბურთთან. და საერთოდ ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გავუწყოთ ფეხბურთთან. მარტივი ბაზები, მარტივი სავარჯიშო მოედნები, ბევრი, მარტივი ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურა, გასართობი, საშუალებელი, სამედიცინო ცენტრი, ფიტნესის დარბაზი. მიდიხარ, აუშვათ არის 10 მოედანი, იცი რომ 5 არის რაგბის, 5 არის ფეხბურთის. ერთიანი ბაზა, მენეჯმენტის ბევრად ადვილია, მას სამართავად ბევრად ადვილი არის და ბევრად უფრო იაფი უჯდება საბოლოო ჯამში ყველას. ასე რომ ეს გააწყობილება გარდა იმისა, რომ ჩვენთვის არის გაუცილებელი, მაგრამ წნევამა პოლიტიკა გავიგებთ სიძველის ესე ოფიციალურად, რომ ამაზე ოცნებობდა უამრავი ადამიანი და მე მგონი რომ ჩვენს თავობები და ჩვენს ოცნებას ხორცი და ამას ძალიან გახარებოდა.